ყიბულში არის 9 ჯვარი, მე ჯვართან დაკავშირებით ან ხვამლისთან და ისტორიები. ჯვართან დაკავშირებით ახლა ეს ისტორია როდი 15 წელი იყო თუ არ ვშტები. მანქანამ დაიწყო. ჰქონდათ უნარი ამ ჩვენ წინაპრებს, ზოგადად რომელიც ხანგრძლივად დაშორებული იყო უფალს. ხალის მიახლოება არ შეიძლება და რატომ? ხალი რო დაცული ყოფილიყო. აი საქართველოში იყო ესეთი იყო ხალის კულტი ბევრად იყო მათ შორის აღარ დასავლეთ საქართველოს. ჩვენი გენი აქ 1000 წელი ეგუებოდა ადამიანის სად დაიბადა იმ ადგილისთვის დაიბადა რომ იმას ეხლა მქონდა შეხვედრა და ძალიან საინტერესო ინტერვიუ. ერეკლე შონია ყველა მიცელი არსებობს უმცირესობა რომელმაც არიციან ამ არაჩვეულებრივ თბილი ადამიანის შესახებ. ინტერნეტი ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გზავნილები ინფორმაციები მოგვაწოდა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ფულისთვის და დარწმუნებული ვარ ტყიბულელი ხალხი ძალიან დიდი სიყვარულით შეხვდება ბატონ ერეკლეს. გილოცავთ შობას და აი ამ ვიდეოს შობის და სულიერების გახსნის, განვითარების, დაფიქრების სახით, რაც დღეს მე ჩავწერე, ვიგზავნი საზოგადოებას. მთელი დედამიწა გადაჭაჭული, აქსელილია ძალოვანი ველებით. როჩან ჩვენ წინაპრები ან ხედავდნენ, ან გზნობდნენ, ან სხვა პრაქტიკით, მარხვის პრაქტიკით რაღაცა, გარკვეულ დონეზე ადიოდნენ, სადაც უკვე ხედვას იწყებდნენ ამ გამოსხივების, დედამიწის გამოსხივების, კოსმოსური გამოსხივების და მერე ესეთ ადგილებზე რა აშენებდნენ ტაძრებს. ეს ცუდნით აშენებული ტაძრები უფრო დიდ ზეგავლენას ახდენდნენ გარემოზე ადამიანებზე, წმინდავდნენ, აჯანსახებდნენ. იყო შემთხვევები, როცა ხალხს რძე არ ქონდა, მაგალითად, ესეთ ტაძართან მიყვანებისას რძე უშდებოდა. ამ ადგილებს დღესაც შენარჩუნებული აქვს ძალა და დღესაც არის ადგილები, სადაც მაგალითად ადამიანი ჯანსაღდება. ნაყოფიერება, უნალიბერები, ეს იმერეჩიც არის, აქეთაც არის და ანუ ის მარადიული ძალები, რომლებიც დედამიწას არტყია გარს, ეს როგორც მიწიერის გამოსხივება და ესევე ეს არის ზეციური გავარქვათ რაღაც გამოსხივება. აი ესეთ გადაკვეთების ადგილზე შენდებოდა ტაძრები. თუ ტაძრები ვერ აშენდა, მაგალითად მთის შემთხვევაში ეს იყო წმინდა ადგილები, ზიგურატები, ეს ჩვენ რასაც ჯვარს ალოცავებს, ხატს ალოცავებს ვეძახით სიწმინდეები, რომელსაც ეხლაც აქვს შენარჩუნებული ეს ძალა და მაგალითად თუ ეს არა, მაგალითად ხატის ტყეებს ეძახდნენ, სადაც თუნდაც ხეები პირდაპირ კი არის დებოდა, აი ძალის ადგილები იყო, აი მანგლისის თავზე ესეთი ადგილი, სადაც ქრისტიანობამდელი პერიოდიდან მოყოლებული დღემდე კულტი იყო გარკვეული, ნაყოფიერების კულტები იყო, სადაც ქალბატონები, რომელსაც არ შეყავდა ჩვილები, ისინი რაღაცნაირად ეხვეოდნენ და მე რაღაცნაირად ამ ხალხთან ძვრახდებოდა ჯანმრთელობით და ესეთი კულტის ადგილას მე გაქრისტიანებული იყო ეს ადგილი და ეკლესია იყო აშენებული, მაგრამ ამ ეკლესიამ ვერ გაუძლო იმ ენერგიებს და ვარქვათ ამ ჟამთასრულობას და ჩამოინგრა, მაგრამ საინტერესო არის რომ მასეთი ადგილების გარშემო თუნდაც ხეებზეც კი ზემოქმედებს, ეს არ არის მარტო ადამიანის ნაწილობრივ, ეს არის თუნდაც ფლორაზე, და ფაუნაზე ხო, ცხოველებზეც ზემოქმედებს, ეს ყველაფერი ცხოველები იქ თავისთვის ბიოკომფორტულ ზონებს ეძებენ და ისეთ ადგილებზე იძინებენ მაგალითად და ასევე ხეებიც, რომ ხეების ხშირ შემთხვევაში მასეთ ხატის ტყეებში პირდაპირ კი არ იზრდებიან, არამედ რაღაც გარკვეულ ბრუნვით მოძრაობას აკეთებენ და დაკვარჩხულები არიან თვითონ ეს ხის ხეები და აქედან გამომდინარე ხალხში უძველეს დროიდან იყო შემორჩენილი ესეთი წესები, რომ იმ ხატის ტყეებს არ უნდა შეეხო, იქ არ შეიძლებოდა სახლის ეს თქვა აშენება, იქ ხანგრძლივი ყოფნა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ენერგიას თავისი დადებითი და უარყოფითი ზემოქმედებაც აკრაკულს ადამიანზე თუ ზედაზირებით მოხდა, ესა თუ დიდი დოზით მიიღო ადამიანმა და ესეთი წმინდა ადგილები იყო, არის, იქნება, ეს არის დედამიწის ცოცხალი სხეულია და ვარქვათ და ის უნარი ადამიანების თუ ესეთი ადგილი დაინახოს, შეიგნოს და მერე გამოიყენოს, აი კაცობრიო ადამიანების საკეთებლად, თუნდაც მასალათა გამძლეობა მასთან არის შეცვლილი და ისეთ ადგილებში ჯრულ გადაკვეთებში, აი ესეთი აი მაგალითად ეს არის ბზიანეთის კომპლექსია, ესა საბურამოს თავზე,
აი ეს ჯვარს ეძებდნენ ენერგეტიკულ ჯვარს და იმ ადგილზე აშენებდნენ ეკლესიას. არის ხოლმე რომ აი ესე გარშემო არის წრიულად არის ველი და უკვე აქ მასალებს ნაგებობა აი ამ ეკლესიის მაგრამ ვარდივით იყო ესე გადაშლილი მორგოული კედლები, მაგრამ გადაშლილი დროს ენერგიაზე წრიულად ეს ვექტორია მის ზემოქმედების თუნდაც მასალაზე წრიულად გარე მხარეს იზიდავს. აი ეს ძალოვანი ველები, რომელიც დაქსერილია თელი დედამიწა, მათ ჰქონდათ უნარი ამ ჩვენ წინაპრებს, ზოგადად საკაცობრიო წინაპრებს ჰქონდათ უნარი, ასეთი ველების განსაზღვრის. ან ხედავდნენ, ან ზომავდნენ. შეუმღრებელი საკმაოსიდებდა ხოლმე და როცა სწორდებოდა კვამლი, იქ ესე ხელისგულიდან იქ აშენებდა ტაძარს ან მაგალითად წმინდა გრიგოლ ხალხელი დადიოდა წლებით ეძებდა და ის ადგილებზე აშენებდა, სადაც გამოცხადებები იყო. საუკუნეებს იძლებდა რა. ყველა არ შენდებოდა ეს ეკლესიები, ყველა არ ხდებოდა მარტო სიმაღლის და რაღაცა სტრატეგიულ ადგილას აშენება მსგავსი ტაძრების, არამედ მას ჰქონდა ყველაფრის თავისი დანიშნულება რა და ამ ესეთ ადგილებში აშენებული ეკლესიები აი ესეთაც ათასობით წელს უძლებდა. ეს თვითონ ეს კრებული, რაც 90 წელს შედგა, მამამ გადასცა ჩვენს უწმინდას და უნეტარეს ილიამ მეორეს, კათოლიკოს პატრიარქს და თხოვა რომ მაშინ ახალი დაწყებული იყო ეკლესიების შენება და თხოვა ესეთი რამ რომ ყველა მოაშენებენ цаრილ ადგილებში ეკლესიებს, რადგანაც ეს ცოდნა არსებობს და ამ ცოდნის გამოყენება შეიძლება. ილიამეორის პასუხი იყო ესეთი რომ ხალხმა რომელიც ძლივს მოექცა ეკლესიისკენ ჯერ გადადგა ხორცინ ნაბიჯი ეკლესიისკენ მოსვლის და სულიერ ნაბიჯი მერე მოვიდოდა სავარაუდოდ ეხლა მოდის ეს პერიოდი ამ ადგილებზე ზემოქმედება მათ შორის მასიური ზემოქმედება ხო მასიური ლოცვა იქ რაღაცა შეთხოვნა მოქმედებს თელ ქსელზე ენერგეტიკულზე როგორც ქვეყნის ისევე დედამიწის და აქედან გამომდინარე აი ესეთ ადგილებში ჭირდება სიფაქიზე და სიფრთხილე ჭირდება. ამ ადგილზე დაწმენდილი აზრი უნდა იყოს. თვითონ განწყობა ენერგიას გარდაქმნის. ღვთაებრივ ენერგიას, რომელსაც არ აქვს პლუს და მინუსი, გარდაქმნის განწყობა ადამიანის და მას ან დამანგრევლს ხდის, ან ამაყოვებს და მან არის ის ამ განწყობების მართვა როგორი უნდა და სუსტად სამყაროში რა სიგნალები უნდა გაუშვა და რა ენერგია უნდა გაუშვა და როგორი მახასიათებლით და ეს ხალხი რომელმაც არ იცოდა თუნდაც ეს ენერგია სულიერება როგორ ემართა ამათი მიშვება აი ესეთ ძალოვან ადგილებზე დიდი დოზით საფრთხილო იყო იმიტომ ამით რაღაც უბედურებას გამოიწვევენ ამიტომ გახდა რაღაც ბიბლიური 40 წელი საჭირო რომ საზოგადოება ნელ-ნელა დაეუფლოს საკუთარი თავის მართვას განწყობების მართვას, ენერგიის მართვას, რაც ძალიან ძნელია და ითხოვს შინაგან ტრანსფორმირებას, შინაგან ესე გახდა სიმშვიდეს სულიერებას და აქედან გამომდინარე ეს საზოგადოება ესე ნელ-ნელა უკვე მოდის დრო, როცა ამ ადგილების აქტივიზება უნდა მოხდეს, უფრო მეტად მოლოცვა უნდა მოხდეს, პილიგრიმული მოძრაობა უნდა შედგეს, თუნდაც ჯერჯერობით ამ ადგილებს ჩვენ ვერ უხთხილდებით, იგივე ტურისტები მოდიან, ზოგჯერ ბილწავენ, ზოგჯერ აშვებიან, ზოგჯერ ხატავენ, რაღაც აქედან გამომდინარე მსგავსი ენერგეტიკული ცენტრების და ენერგიების ფლობა და ჭარბი ენერგიების ფლობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ითხოვს დონერისგან და დიდ გონიერებას, დიდ გაფრთხილებას. ეს ითხოვს ეს ადგილები ითხოვს სპეციალურად თუნდაც მღვდლის შერჩევას, რომელიც ამ ადგილთან ნორმალურ რეზონანსში იქნება და ესე ვთქვათ გაგრძელება იქნება ღვთაებრივი მაგილის. ეს ადგილები ძალიან დიდი ინსტრუმენტია, არა მარტო ჩვენთვის ქართველებისთვის, არამედ რეგიონისთვის, დედამიწისთვის საერთო რაღაც სიკეთის, საერთო მადლის გაღვივებაში, გადმოტანაში, ნიჭების და უნარების გაღვივებაში. ამიტომ ეხლა ნებისმიერი ტურისტის შემოსვლაც კი ითხოვს აქ მასპინძლის ყოფნას რა, რომ აქ მასპინძელი ძლიერად იყოს, ცოდნით იყოს და თუნდაც პატივისცემით მოეპყროს იმ თავის საპატრონო ადგილს და ის სტუმარიც მიღებული სწორედ წარმართოს, რომ იმ სტუმარმა იქ არ დაიწყოს რაღაცა არასწორი ქმედებები, თუნდაც ენერგეტიკული რაღაც ვარჯიშები, ისეთი რომელიც მისთვის შეიძლება დამანგრეველი გახდეს, ან გარემოსთვის დამანგრეველი გახდეს. იმიტომ რომ ქონდა შემთხვევები, მაგალითად აჭარის ტერიტორიაზე, როცა
ჯგუფები ყოველწლიურად ჩამოდიოდნენ, ესეთი ეზოტერიკი და რაღაცა ფარული ცოდნებით ინტერესის მქონე ადამიანები და იქ დაუშვათ კოლექტიური ზემოქმედების დროს მე გარემოში დაარღვიეს ბალანსი და შარშან ხო 2024 წელს მას აჭარისპირ რეგიონში მივიღეთ ანომალიების მოზღვავება, როცა ოჯახებში დადიოდა რაღაცა ძალები, ეს იყო როგორც გარდაცვლილები, ესე ბუნების ძალები, ესე მფარველი ძალები, ყველანაირი ძალები მოყრეთ და ამის ერთ-ერთი მიზეზი რაღაც დიდი ნაწილი იყო ის, რომ ესე ჩამოსული ხალხი, რომელიც აპრაქტიკებდა რაღაცას, ამათმა აღაგზნეს ის გარემო და მე ცოტა ცუდი შედეგები გამოიღეს გარემოსთვის. ჩვენი წინაპრები, მთიელები მაგალითად და დღესაც ხო ეს ტრადიციული რაც არის ეს ღვთის მოსახლეობა, ესეც საკრალურ ადგილებს ძალიან დიდი სიფაგიზით ეპყრობიან. ამიტომ იმ ადგილებში არის სიტუაცია, სადაც ქალის მიახლებაც არ შეიძლება. ზოგიერთ ადგილას კაცის მიახლებაც არ შეიძლება, ზოგიერთ ადგილას ხევისბერის კი ვერ შედის იქ და რაღაც გარკვეულ დღეებში შედის. ანუ ეს ძალიან ფაქიზი ადგილებია და არ შეიძლება ქალის მიკარება პირობითად რაღაც კონკრეტულ ესეთ ადგილებში. ახლა რაც არ უნდა ჩვენ ვისაუბროთ ჩვენ თანასწორები. კი, ჩვენ თანასწორები ფრის მიმართ ვართ თანასწორები. რაღაც საქმეებში თანასწორები, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე და ფუნქციონალურ დონეზე ვერა ვართ თანასწორები. ხო. იმიტომ ხალხს დაუტევლის დატევება შეუძლია რაც ფიშობელია მაგალითად ამისი მაგალითი უფალი დაიწია ქალი ამის მაგალითი რომ მას შეუძლია სიცოცხლე შვას კაცს არ შეუძლია ეს ფუნქციონალი არა აქვს აქედან გამომდინარე კაცს სხვა მახასიათებელი აქვს ენერგეტიკული ქალს სხვა მახასიათებელი აქვს ენერგეტიკული მაგალითად იგივე წმენდა ორგანიზმის ქალს შეუძლია და თვეში ერთხელ აქვს ეს როცა ფერტიკული პერიოდი აქვს ძლიერი მას შეუძლია კაცი ვერ იწმინდება და თუ დიდი ბევრი სისხლი არ დაკარგა რაღაც არ მოხდა მისი ენერგეტიკული ბალანსი შედარებით სტაბილურია და წმენდა ისე ვერ ხერხდება წმენდა ვერ ხერხდება არა მარტო ბიოლოგიურ დონეზე არამედ სტრესების დონეზეც კი იმიტომ ის ქალი თუნდაც ზემგზნობი არის ამ მენსტრუალური პერიოდის დროს ირიის რაღაცა შეიძლება გამოთქვავს კაცი ვერ აკეთებს ამას და აქედან გამომდინარე მახასიათებლები სხვა კაცის ენერგიის, ქალის ენერგიის მაგალითისთვის ახლა თუნდაც ქვევრი რო ავიღოთ რომელსაც აქვს თავისი ფორმა აქვს ხო ქვევრის თავზე საძინებლის ქონა სადაც ქალს ძინავს არ შეიძლება ქალის ჯანმრთელობის დამანგრეველი ხდება იმიტომ ეს ქვევრი ისეთ ეს თქვა ამ ძალოვან ველებს ისეთ იმას აძლევს მიმართულებას და ფორმას ისე აძლიერებს ამას რომ ქალისთვის დამაზიანებელი ხდება კაცისთვის პირიქით შეიძლება კარგი იყოს აქედან გამომდინარე საფრთხილო ამ მსგავს სიტუაციებში შეიძლება ასევე წმინდა ადგილები რომელზეც ქალი უფრო სენსიტიურია და შეიძლება ესე ვთქვა უფრო იგრძნოს რაღაც აი წმინდა ადგილებმა დიდი ძრვა მოახდინოს მის ჯანმრთელობის ეს ყვა სტატუსში თუნდაც დიდი დოზით ამ ენერგიების მიღებამ სტრესში ჩაათვლევინოს ქალის ორგანიზმი და აერიოს თუნდაც მენსტრუალური ციკლი მოეშალოს ბევრი რაღაცა და ამიტომ ეს ერთი მხარე აქეთ ამ მხარე კიდე ის მხარე რომ დაუშვათ ის ენერგია არის ნუ დავარქვათ უფრო კაცის და მახასიათებლის ენერგიის მქონე დაძრები არის ქალის მახასიათებელი უფრო რბილი მახასიათებელი დაძრები ამიტომ თუნდაც აი ადგილებს სად ვინ რამდენი ხანი თავისი ამერ დანიშნულება ქონდა თავისი მაგალითად იყო დაძრები რომლებიც აღგზნებდა ადამიანს ომისთვის ბრძოლისთვის მობილიზებას უკეთებდა არის პირიქით რომ ამშვიდებს და აწყნარებს და ის მე ბრძოლის უნარიანი საერთოდ არ ხდება ასევე ზუსტად ის რომ მე რა ენერგია მჭირდება რა სიმშვიდე მჭირდება მე ხო ოფში თუ მივდივარ მე ხო ქალის ენერგია და სიმშვიდე და სიწყნარე და არ მჭირდება პირიქით მჭირდება რაღაცა მომობილიზირებელი ძალა და აქედან ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს ნუ იმისგან მიუხედავად რომ რაღაც წარმოდგენებში ეს ხო სხვადასხვანაირად რომ ხალხს მენსტრუალური მომენტი აქვს ისე ეს არის მაგრამ სინამდვილეში ხო ამის უკანდას ენერგია ამის უკანდას რომ ქალი იმდენად დასაცავი და სათუთი ორგანიზმი იყო რომელიც სიცოცხლეს აგრძელებს და აქ
საშუალო ხანგრძლივობა კაცების ცხოვრების დაბალი იყო, სომები იყო და კაცი ესე ვთქვათ, იყო გამრავლების დაუშვათ თანა მონაწილე იყო თავის თავს, მაგრამ ეს იცავდა ცხოვრებას ეწირებოდა, მისი საქმე იყო ხმალი, ხანჯალი, თოფი და ასე შემდეგ, მაგრამ ქალი იყო წმინდად შენახული. იმიტომ რომ თვითონ კავკასია რადგან ძალიან დაძაბული რეგიონია და სულ იყო მისვლა მოსვლა და თარეში მათ შორის გამომიანობა, ქალი რო დაცული ყოფილიყო, ქალის საქმე ესე ღიად არ იყო იარაღი. და კავკასიაში გარკვეული წესები იყო, ქალი იყო ხელშეუხებელი თემატიკა და აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება ვეწირებოდეთ, მაგრამ ქალი უნდა გადარჩეს. სუტყეობაშიც რომ მოხდეს, წავიდეს და იქ გამრავლდეს, იქ ქართველი უნდა გამრავლოს, გენი უნდა გაარჩევოს. ამიტომ გარკვეული სიფაქიზე და დაცულობა ქალის როგორც პიროვნების, ესე ენერგიის უფრო მაღალ დონეზე იყო და აქედან გამომდინარე ის მომენტი ეხლა რაც არის შემოსული ჩვენ ვართ ყველა თანასწორები არის საკითხები, რომელშიც ვარ თანასწორები, მაგრამ არის საკითხები, რომელშიც ვერ ვარ თანასწორები. კაცი ვერ უძლებს იმ დონის კივილს, რაც ქალი უძლებს, რასაც უძლებს ეს ამშობიარობა მაგალითად. თელ ბიოლოგიურ პროცესებს და სიცოცხლის გაგრძელების პროცესებს და აქედან გამომდინარე ნებისმიერი ზედოზირება თუნდაც იმ ენერგიის თუ მუხტის თუ ამ ძალების, რომელიც მსგავსი ენერგიის გარშემო ტრიალებს ის სამყაროსეული ძალები, ცოტა ფაქიზი თემატიკა იყო. მათ შორის ხატმა იცოდა ხოლმე ჩაჭერა და უშუალოდ ეს ეძახოდნენ, რომ ჩაიჭირა ადამიანი და მე ამსახურებს ამას და ეს ადამიანი აღარ ეკუთვნის მე არც ოჯახს არაფერ მას ცოდნა ეხსნება, მაგრამ ის კი ადის თავის ტრანსფორმაციას, რაც ძალიან რთულია. ამ სიტუაციაში ქალებს უფრო დიდი დაცვა აქვს ცეციდან და რადგან პირველი გამიზრდელები არიან სიცოცხლის მათზეც აცლის რომ ტრანსფორმაციის დროს ანალიტიკურ პერიოდში ესენი უფრო დანდობილები იყვნენ და მათ ბავშვი გააჩინონ და ესე სოციალურ რაღაც დახარჯვას ან ზოლი დახარჯვას ეც არ თხოვს რა. ამიტომ ყველაფერს აქვს თავის დანიშნულება, გაიგივება არ არის, მაგრამ პოტენციალის მიხედვით შტოს რომელსაც მოყვება ხო ეს დედის შტო, მამის შტო, თუ რაღაც ნიჭი მოყვება ან სოფუნქციონალი მოყვება, იქ თანაბრად მოდის ეს ქალზეც და კაცზეც. ამიტომ სუსტაველი რომ ლეკვილომისასწორია თუ იყოს ლეკვილომისასწორია იყოს თუნდაც სხვადია. ის პოტენციალების მიხედვითაა თანაბარი აქ თანაბარი. აქედან გამომდინარე შემოქმედების უნარი უნდა რეალიზდეს. აქედან გამომდინარე ის ქალი ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ შემოქმედება პირდაპირ სულიერებაა და ვარქვათ ამას და კაციც თავისთავად. ოღონდ ქალი უფრო ფაქიზია. არის რეგიონები მაგალითად, სადაც ქალის კულტი უფრო ჭარბობდა და აი საქართველოში იყო ესეთი იყო ქალის კულტი ბევრად და იყო მათ შორის არ ვიყო დასავლეთ საქართველოს. დასავლეთ. ხალხები არ ვიყო და თუნდაც ეს მედიას ფენომენი არ ვიყო, საინაც თემდროინდ მედიცინა დაიწყო და თუნდაც მეჩომგურე გოგოების ტრადიცია იყო ესეთი, ბატონების ტრადიცია იყო, როცა ადამიანებს ერთვებოდა ნიჭი, განსაკუთრებით ეპიდემიების და სირთულეების დროს, როცა ადამიანებს ერთვებოდა ნიჭი ხმით გარემოზე ზემოქმედების, ლოცვით ზემოქმედების, წინასწარ მეტყველების და ეს ტრადიცია თუნდაც ეხლა გრძელდება დასავლეთ საქართველოში სამებს. მეჩომგურე გოგოები ასევე ტრანსში შედიოდნენ, ეს რაღაცა დასავლეთ საქართველოს ტრადიცია იყო, რომელიც უფრო სამეგრელოსკენ იყო არ არის გამორიცხული გურია და იმერეთის ამაში ჩამული ყოფილიყო რაღაცდროებით და ამ დროს ესენი მეჩომგურზე დაკვრის დროს შედიოდნენ ტრანსულ მდგომარეობაში, იწვევდნენ ბრუნვას, ტრიალს, თითქოს და მიზიდულობა აღარ ჰქონდა დედამიწის და იწყებდნენ ქადაგებას მომავალზე, მათ შორის აელოდება დედამიწას, ასირთულებში შედის და ასე შემდეგ და ამიტომ აქ ეს ქალი როგორც გადმომცემ ინფორმაციის აქ უფრო აქტიურად არის ასტროლოგები, მლოცველები, შემლოცველები და ეს ტრადიცია იყო და არის და იქნება და გრძელდება ეს ყველაფერი, რომ ის უძველესი ტრადიცია ზეცის და მისჯის კავშირის ის გრძელდება, ის არსად დაკარგულა და ამ დროს მერე უკვე როცა ადამიანი ტრანსფორმირებას იწყებს, თვითონ ადამიანი ხდება როგორც ეკლესია და როგორც ენერგიის გამცემი და ზემოქმედი გარემოზე და ნადიკების მარტო არ არის ჩვენთვის ეს ზოგად საკაცობრიო თემატიკაა, იმიტომ არის ამ პერიოდში სხვა ერები იწევიან, რომ აქ უნდათ მოსვლა და ჩვენი ამოცანა ამ პერიოდში არა თუ გავფლანგოთ ეს ყველაფერი, არამედ მასპინძლები გავხდეთ რეალური
და გავხდეთ მე პატრონეები ამ ყველაფრის და ცოდნას და ყველაფერი მოახმაროთ კაცობრიობას. ანუ ყველა მომსვლელი როგორც სტუმარი მივიღოთ, დავაპუროთ, ვალოცოთ, ესე ვთქვათ, ეს ვაგზნობინათ ეს სიწმინდე ეს ენერგიები, გავაჯანსაღოთ, გავასვენოთ და გავუშვათ. მაგრამ გავფლანგოთ ეს ყველაფერი ამის ფლებას ზეც არ გვაძლევს დროის ჩვენამდე ათასობით თაობის მოშინარჩუნებული და მოტანილია ეს სიწმინდეები და აქედან გამომდინარე ჩვენი გენი აქ ათასობით წელი ეგუებოდა ესეთი მაღალი ენერგიების და ესეთი მაღალი სიჩქარეების ყოფას და აქედან გამომდინარე ჩვენი გენი ამას არის შეგუებული ძლიერი ამტანი ამ ყველაფრის თორე ნებისმიერი ერი რომელსაც აქ შემოსვლა უნდა იქ არ არის ამ ენერგიებზე შეგუებული და ის ან იგივე ან თავის თაობაში, ან შემდეგ თაობებში მე პათოლოგიებს ან პრობლემატიკას იღებს, იმიტომ რომ დიდი დოზით ამ ყველაფრის მიღება, როცა შეგუებული არ ახარ და ვერ ეგუები, შენ და შენ შთამომავლობას განგრევს, რომ ის ადამიანი სადაც დაიბადა, იმ ადგილისთვის დაიბადა, რომ იმას ემსახუროს, იქ დაიმუხტოს, ის არის მაგის დოზა ენერგეტიკული. აქ კი ბატონო შეგვიძლია მოხვიდე დაიმუხტო, მაგრამ ზედოზირებით რაღაც დამუხტო უკვე პრობლემატიკას აჩენს. აი ამ შემთხვევაში მაშინ კი ემიგრანტები, რომლებიც გასულები არიან და წლობით უწევთ. ანუ ამ ადამიანების ენერგეტიკული დონე ქართული რაზეც ისაუბრეთ, რომ აი საქართველოში დაიბადე და აქ უნდა აიღო ეს ენერგია, ხო და მართო. ვინც წასულები არიან, აი ამათი ენერგეტიკა, კაი ფინანსური კუთხით იზრდება, მაგრამ თუნდაც ის ცოდნა, თუნდაც ის გენეტიკა თუნდაც ის თავიანთი ოჯახის მცირდება თუ ანუ ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ გავიგოთ ეს ძალიან რთული საკითხია ეს იმიტომ რომ ერთი სწორი ის არის შტოები სულიერი შტოები ბაბუაშვილი ზიანი შტო არის სულიერი აქედან გამომდინარე თუ რომელიღაცას ენერგია მოაკლდა ეს უკვე შემდეგს თაობებს ურტყავს და გამომდინარე იქიდან რომ ეს ხალხი ძალიან გასაჭირშია წასული შრომობენ წვალობენ როგორც შემოსავალი კარგიც აქვს, მაგრამ დამუხტავი ადგილი ეს მათთვის ეს არის. ამიტომ ხშირად მომხდარა როგორც კალმახები, თუნდაც ბავშვი გასაჩენად ან გასაცლიერებლად აქ უნდა ჩამოვიდნენ ხოლმე, დაიმუხტონ, წავიდნენ, მე შეეწირონ იქ მუშაობ კი ბატონო, მაგრამ იმათი წასვლა აკლებს მათ შტოს აკლებს ენერგიას. თუნდაც დედის სითბო რომ მოაკლდა, მათ შტოს მოაკლდა ენერგია და ძალიან დიდი ტრაგედიები ხდება, იმიტომ რომ აქ შეწირული დედა რომელიც წავიდა მუშაობს, აქ შვილს მოაკლდა 1, 2, 3 მოაკლდა და აქ შვილები იწირებიან. შვილებს არ აქვს ძოლის უნარი, შვილებს არ აქვს რაღაცა გადარჩენის უნარი ეს პოპად გამიგეთ და არის ძალიან დიდი ტრაგედია. იმუნიტეტი უმდაბლდებათ და ასე შემდეგ. ეს მათი გენი აქ ათასობით წელი იყო შეჩვეული აკოფნას და უცებ ერთ თაობაში მოხდა ამის გადალგვა. და კაი მაგალითი ერთ-ერთი როცა ჩვენ მე ვარ მოვიყარო კახეთში იყო ჩამოსული ადამიანი უცხოელი და ძველი ამბავი ეს არის კომუნისტების პერიოდის ამბავი მოეწონა ძალიან ღვინო რა ყურძნით კეთება გაატანეს კალმები წაიღო და იქ თავის ქვეყანაში გადაწყდა ვერანაირი მოსავალი ვერ მიიღო იმიტომ რომ თვითონ ის ადგილობრივი ჯიში იყო აქაურობაზე ადაპტირებული და იქ ვერ მისცა ნორმალური ნაყოფი. შეიძლება იყოს შემთხვევები, სადაც აძლევს ნაყოფს, მაგრამ ის უკვე სხვა ერის საკუთრებაა, სხვა წესები მოქმედებს მასზე. არის ხალხი, რომელსაც ნიჭები უნარები გაიხსნა, ზეცა ეკაჩება პირდაპირ აქეთ და ეს პროცესი განსაკუთრებით 2017 წლიდან აქეთ ხდება ხოლმე და წასულები 20-30 წლის ემიგრანტები უცებ აქ რაღაცა ემართებათ იქ უბრალოდ ეს არქივები ემართებათ სიწმინდეები, ხატები, წმინდანები ეცხადებიან, ქვეყანა ეცხადება, ზე ემოციურები ხდებიან და ეს სიწმინდეების რაღაც ხდება იმისთვის რომ მათ ჩაერთოთ ფუნქცია, იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ დაუშვათ ეს ხევსურია გადასული და წინაპარი მისი იყო ხევისბერი ან დასტური ან ბერი ან რაღაც ან მაგალითად რაღაცა მთიელია რომელიღაცა წასული აქ ჯავახიდან ამ დროს ჩაერთო იქ ფუნქცია რაღაც მნიშვნელოვანი ლოცვის ბერობის რაღაც და ამ დროს ზეცა აქეთ ეკაჩება რომ ესენი აქ ჩამოვიდნენ აქ იყვნენ დაცულები და აქ დაიმუხტონ და პლუს გააკეთონ თავისი სოციალურ-ენერგეტიკული ზემოქმედება გარემოზე და უკეთესობისკენ შეცვლა უნდა როცა ისინი ვერ ჩამოდიან ეწყება ჯანჯღარი განულება ფინანსურად
ეგ ყველა ეკონომიკურად და უშუალოდ ოჯახურად ჯანმრთელობით, შვილებით. იმიტომ არის შტოები, რომელსაც ვალდებულება აქვს დიდი სულიერების და ეს სულიერება სიტყვა არ ნიშნავს მარტო ბერობას, აღდლობას, ეს არის ხატვა, წინასწარმეტყველება, კურნალობა და ასე შემდეგ, ბევრი ძალიან სპეციალურები და ზეცა მათ საჭიროების დროს, როცა დედამიწის კრიზისი აქეთ იხმობს, რაც უფრო დიდი პიროვნების პოტენციალია ჩადებული ამ ადამიანს, ზეცა მათ უფრო მეტად აჯანჯღარებს, იმიტომ რომ ეს ადამიანი კონკრეტულად თავისთვის არ შექმნილა აქ. ეს ადამიანი კონკრეტულად თავისი ოჯახისთვის არ შექმნილა. აქ შეიქმნა იმისთვის, რომ ახლობლებს ქვეყანას რაღაცა კარგი გაუკეთოს, განსაკუთრებით ძნელბედობის ჟამს. და ეს არის მსგავსი ჯარში გაწვევისა. ამიტომ ახლა მატერიალისტი ადამიანისთვის, რომელსაც არ წარმოუდგენია არის ეს ინფორმაცია არ აქვს, უცებ მსგავსი რაღაცა სულიერების გამოგვიძება ძალიან გაურკვეველია რა არის და ამიტომ ძალიან ბევრი ეს ადამიანი ანტიდეპრესანტებზე ჯდება. ფსიქიურად ირყევა, პრობლემა ექნება, ჯანმრთელობას ინგრევს. აქ ვიღაც გარდაეცვლება ისეთი რომ ზეცამ ჩამოიყვანოს რომ აქ დარჩეს და აქ გააგზავნოს თავის მოღვაწეობა თუ მიხვდა ამას. და გამოდის ის რომ მე ამ პერიოდში ადამიანი ამ პერიოდში აღარ ვხვდები ოჯახის საკუთრება. ამ პერიოდში ერში ბერი ვარ და უშუალოდ ან შემოსვას მთხოვს სამყარო და მაშინ მართლა ბერობაში უნდა წავიდე. აქედან გამომდინარე მე უნდა ვემსახურო საზოგადოებას და თუ ეს სული იქვე ზეცაში მოელაპარაკა ამ ყველაფერზე მოსალოდნელის და ნიჭების რეალიზებაზე, მაშინ მან აღასრულოს ეს ყველაფერი და ზუსტად ეს მინდა ადგილები, ეს არის დამუხტვის ადგილები, გამოღვიძების ადგილები, მოხმობის ადგილები, რომ ზოგიერთ ადამიანს თუნდაც ის თავისი წმინდა ეკლესია ეძახის, რომელსაც სოფელში რომელიც ხონდა, ის ხატი ევლინება წმინდა გიორგის და დემიტრესის ან თხოვს რაღაც პატრონას და გამოდის რომ აი ამ ადამიანებს ეღვეძებათ სულიერება და თუ ისინი ჩამოდიან და ეგმევიან ახალ ცხოვრებაში ყველაფერი ვლაგდებათ და პლუს თავის ტრანსფორმირებას თუ გადიან სახურს იწყებენ საზოგადოების ყველაფერი ვლაგდებათ თუ არა ძალიან დიდ ჯანჯღარში არიან და ვერ წყდებიან და ახლა ჩემი საქმიანობა ამ სიტუაციაში როცა ჩაერთვება ხოლმე ადამიანს გავსი პროცესი მე რაღაც გარკვეულ მგზამკვლევად რო აღმოჩნდე. ამიტომ გარკვეულ შემოწმებას ვატარებ და დაწყებული თავის ტვინის მუშაობიდან დამთავრებული ადამიანის პოტენციალით რა არის პრობლემატიკა, რა არის გამოსასწორებელი და ვცდილობ რომ 2, 3, 4, 8 საათში მაგალითად ეს შეხვედრაში დაწყებული ადამიანის ჯანმრთელობიდან ფუნქციონალით რა პრობლემებია, რა არის დასალაგებელი, რა თხოვენ წინაპრები, რა თხოვს ზეცა, რა არის გასაგებელი დანიშნულება რა არის ადამიანის ის უცებ უთხრა რომ ამ ადამიანს კალაპოტი მიეცეს ნორმალური რომ ამიტომ აი ძალიან დიდი მექანიზმი ძალიან დიდი მფარველობა ატრიალებს ჩვენს თავს ამ ქვეყნის თავს სხვა ქვეყნებსაც აქვს მფარველობითი მექანიზმები ძალიან დიდი სწავლულები ცოტა მატერიალისტური მიდგომებით ვინც არის ამ ყველაფერზე ხილიკობენ დაცინიან ამ ყველაფერს ბევრი ადამიანი ამას აყოლილიც არის და ჩემი თხოვნა იქნება თუნდაც ამ სწავლულების მიმართ ან ამ ადამიანის მიმართ რომელიც კილიკობს თუნდაც წილხვედრობაზე ამ ქვეყნის ფუნქციონალზე ყოველი ადამიანის სულიერ ფუნქციონალზე და ამ რაღაცაზე წარსულზე და ასე შემდეგ თხოვნა რომ ყველაფერი არსებობს ხალხო მართლა არსებობს ყველაფერი მექანიზმები რომელიც ჩვენ მფარველობს ეს არ არის ჩვენი მოგონილი ასე მოვედით აქამდე ამდენი 1000 წელიდან ასე ვაკეთებთ ჩვენ საქმეს და ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას. ამიტომ კი გჭირდება რაღაც კორექცია ცნობიერებაში, როგორც პიროვნებების საზოგადოებას, მაგრამ იცოდეთ რომ მთელი ეს რეალობა, მთელი ეს ძალები, მთელი ეს ძალოვანებელები, მთელი ეს ფარველობითი სისტემები და ძალიან საფრთხილოა ამ ყველაფერთან თამაში. თუნდაც გილიკით მოხსენიება, ხუმრობით მოხსენიება, განსაკუთრებით საშიშია ეს ისეთი ადამიანებისთვის ვისაც ზუსტად ის სულიერი შტოებიდან ვინც მოდის და ვისაც ძლიერი ტვინი აქვს, ძლიერი სულიერება აქვს, ძლიერი კავშირი აქვს ზეცასთან, ისინი უფრო მეტი ყურადღების ქვეშ არიან, ამიტომ შეიძლება ვიღაც მეორემ გაიხუმროს და არაფერი და ამ დროს ამან რაღაცა ერთი წამოსდეს, რაღაცა ისეა წამოსდეს საშუალო და ძალიან დიდი ჯანჯღარი და საშიშროება გამოიწვიოს
თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. ადამიანი ხვდება მე როცა რატომ მოხდა ეს, როგორ დაიწყებს კითხვებს დასმას და უკვე მიხდება როგორ თვითონ როგორ არის პასუხისმგებელი და ამ ენერგიებით გარემოზე როგორ ზემოქმედებს და ამ თავის სიტყვებით როგორ ზემოქმედებს გარემოზე და ამ დროს რა პასუხისმგებლობებს იღებს და როგორ იწვევს პრობლემატიკას საკუთარ თავზე ან შტოზე უკვე მე აღარ ხულობს ამ თემის და მე მთელი ცხოვრება ვცდილობს რომ ხალხს ემსახუროს და მოინანიოს და დაალაგდეს და ემსახუროს ხალხს და ზოგი სტიკაროსანი ხდება ზოგი მე ბერი ზოგი უღელი ზოგი რა ამიტომ აქ არის ძალიან ფაქიზი ზღვარი თუნდაც აი მსახიობი რომელს ხელოვნებაც არის როლში შესვლა ხო როცა აქტორი ხარ და როცა მოქმედებ და მთელი ეს სტანისლავსკი და მთელი სკოლები არის იმაზე გათვლილი რომ შენ გაითავისო რაღაცა თავის თავში გაატარო შენ თავში ამ დროს ისეთ განწყობებს ხნი როლის თამაშის დროს ხო რომ იმ ტალღაზე შეიძლება დაждდე იმ პერსონაჟის ტალღაზე დაждდე და გამოიწვიო ის მოვლენები მათ შორის სიკვდილი და არის ეს სტატისტიკაც არსებობს გარკვეული როცა მსახიობებმა რომელსაც სიკვდილი თამაშესო გარდაცვალება და ესენი თამაშეს ისინი ადრე გადიან ცხოვრებიდან იმაზე რომ ადამიანი განწყობებით იწვევს მერე შესაბამის პრობლემატიკას და ამაზე მე აიწყობა მთელი ეს ენერგიები, რომელსაც ესატარებს ადამიანი, მათ შორის, როცა მიდის ეკლესიაში ან იმ წმინდა ადგილზე და ითხოვს რაღაცას, ყურადღების ცენტრში ხდება. როცა ეს მოთხოვნა მარტო სიტყვიერად არ ხდება, ზეცა ჩვენ გაგვიხილავს როგორც მთლიანობას, რას ფიქრობთ, რას გულისხმობთ, რა ხვები გვაქვს, რას ვაკეთებთ და რას ვამბობთ, ამას მთლიანობაში კითხულობს და ჩვენებას ჩვენ დეკლარირებთ რომ მინდა ცხოვრება მინდა სიტყვიერად, მაგრამ შინაგანი განწყობებით გქონდეს გამანადგურებელი და ვიწევდეთ განადგურებას. საკუთარს, ასაკუთარი შტოების. შტოსი. შეიძლება იყოს შვილი, შეიძლება იყოს ხარი, შეიძლება იყოს ცოლი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აი ყოველი ესეთი შეერთებული ადამიანი სიტყვა დიდი კონტროლის ქვეშა, იმიტომ ეს სიტყვა მე გარემოზე მოქმედებს. გარემოს სიტყვა ან აღაგზნებს, ან ამშვიდებს. ნამდვილი მკურნალიც ესეა. იგი სიტყვით მოქმედებს. სიტყვით ან ის ამშვიდებს და აჯანსაღებს ადამიანს. ამიტომ თუნდაც მკურნალები, რომელიც ამ წლებში რაც ნახეთ, რომ აშინებდნენ მოსახლეობას, ეს არის კატასტროფა. როგორც პიროვნულად მოსახლეობისთვის, ასევე ამ მკურნალებისთვის, ასევე მეათიშვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ესა დიდი ცოდვა. რომ ამ პერიოდში აგზნება გარემოსი აგრესიაზე მოწოდება ზეციდან კონტროლდება და ეს მე ურტყავს და ანადგურებს თვითონ ამ რეზონატორებს ამ ყველაფერს და ამიტომ ძალიან საფერბათოა ამიტომ ყოველთვის ძმური მეგობრული სიყვარული თხოვნა რომ ნუ ეთამაშებით ამ სისტემას იმიტომ ეს სისტემა არჩევით არ მოქმედებს გაწერილი პროტოკოლია სამყაროსეული წესების იქიდან გამომდინარე მე კარგი ვარ თუ ცუდი მოქმედებ ცუდად მოქმედებ გენერირებ ცუდს ვიზიდავ სიკვდილს ასე მაშინ ხდება ჩემი გაყვანა ანუ ამას არ აქვს მნიშვნელობა რომ მე კარგი ვარ თუ ცუდი ეს ასე მუშაობს თუ ცუდი ვარ თუ ამრავლებ უარყოფით ეს მე კიდე ასმაგად მოქმედებს შემზე შემშულებზე და იქ მე რა საკითხი გება ესე რატო ეს არ არის პასუხისმგებელი შვილი მამაზე არის პასუხისმგებელი შვილი მამაზე ჩვენი წინაპრები ამბობდნენ რომ ცოდვაშვილი თაობა გადაეცემა მართლა ესეა იმიტომ რომ ადამიანი ცალკე არ არის იმ სულიერი შტოების გაგრძელება ადამიანმა რაღაც დააზიანა დასუსტა მის ენერგიაში სული და ყველაფერი ხიბარსი და ყველაფერი აი ეს დასუსტებული გადაეცემა შემდეგ თაობას ანუ ეს ხეზე და დავარტყათ ნაჯახი და შემდეგ აი ამ თაობებს რომ დააკლდეს საკვები ესეთი თემატიკაა და აქედან გამომდინარე ვასუსტებთ აქ ჩვენი და სისუსტით და ჩვენ გრევით ჩვენ შვილებს თუ ვერ მოვასწარით აქ დაალაგება და გარდავიცვალეთ მაშინ ეს დაალაგება უფრო რთულდება და მე სულს როცა უჭირს იმ ენერგიას და იმ ინფორმაციას რო უჭირს რომელიც აქ რაღაც დამძიმდა ვერ თავისუფლდება უბედურება ჯადოა რაღაც საშინელება რაღაც სტრესები და განატანება ვერ თავისუფლდება და უპატიებლობა და
აი ამ დროს მისი შტოზე გადადის ეს პასუხისმგებლობა სირთულე და წყევლა თუ მოყოდა. ანუ თუ ჩვენ ვიღაცას ბოდიშს გიხდით, ვერ ვაპატიეთ სიცოცხლეში გულწრფელად, ხო? ვერ ვაპატიეთ. უსამართლოდ გავყავით, თუნდაც ქონება და დავჩაგრეთ და ამ დროს იქ უკვე შემდეგ თაობებში ახსოვს, რომ ეს უსამართლობაა და ესეც მოხმედებს როგორც პრაქტიკულად უბედურება და ჯადო. ჯადო გაუკეთეთ. გაკეთება ნიშნავს ხვის ნებაში ჩავერი. ეს ხვის ნებაში დაწყებული იმიდან, რომ მინდა ეს კაცი ჩემი იყოს და რაღაცა ვაჭარ რაღაც ვირისტვინი პირობითი თქვა. დამთავრებული მითია საკუთარი დედა, რომ მე არ მინდა ამ გოგოსთან რომ ცხოვრობდეს ეს კაცი და ეს დედები არიან რომ დადიან და აკეთებენ ჯადოს. ანუ თუნდაც ჯადო არ გააკეთა, მაგრამ წავიდა და ილოცა რომ შვილს ვინც უყვარს ის მოცილდეს, ეს უკვე ჯადოთ ითვლება. ამ დროს ამ ადამიანს შეიძლება ეკონოს რომ გაქანებული მორწმუნეა და ეს მართლმადიდებელია. როცა მიდის და იქ არასწორებ ქვევით, ესეც წმინდა ადგილებზე აზრების ქვევით, სამყაროსეულ სიწმინდეში ერევა. ეს არის ადამიანის ნება, რომელიც უფალმა მიანიჭა. ამიტომ ლოცვაც კი ძალიან საფრთხილოა. აზრების გაფრქვევა, რომ ვინმეს თავისუფლად ნებაში ჩარევია არ მოხდეს. ან თუნდაც, ანუ ეს არის ადამიანის აზრი, არის იარაღი. ის წმინდა ადგილები ამ იარაღს აძლიერებს. როცა ადამიანმა არ იცის ზუსტად ამ იარაღის გამოყენება და რას რა მოყვება და სამყაროსეულის ცოდნა არ აქვს. მაშინ საშიშროებას ქმნის თავისთვის, ოჯახისთვის, აი შტოსთვის, ვისაც ლოცულობს იმისთვისაც. ზოგჯერ არის აქვეუნები ხოლმე ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ძალიან დანგრეულია, რომ ცოტა ხანი მიმოცულობ იმ შენ შვილზე არ დაანგრია, იმიტომ რომ ამ დროს შენ კონცენტრაციას აკეთებ, ყურადღებას აქ და შენ თვითონ არ ხარჯერ წმენელი. ეს მეუბნება, ეს მე მიდის მამაოსთან და ეს ეუბნება, როგორ ლოცვა წმინდაა. ლოცვა წმინდა მაშინ, როცა მას წმინდა ჭურჭელში გამოატარებ, მაგრამ თუ ჭურჭელი ადამიანი თავის სული ან ცნობიერები ან ყველაფერად არის დაბინძურებული, ეს ხდება დამანგრეველი. ანუ ნებისმიერ დიალოგი, როცა მე არ ვიცი რას ვითხოვ, ეს ხდება დამანგრეველი. აქედან გამომდინარე, თუნდაც ეს ყველაფერი ეს არის ადამიანის ადამიანზე, ადამიანის გარემოზე, გარემოს ადამიანზე ზემოქმედება სულ. ამიტომაც 90 წელს მამარული აკეთა თავის ორგანიზება, რასაც არქო ადამიანი გარემო, რომ რასაც ადამიანი ზემოქმედებს გარემოზე, ანუ ადამიანი ვინ არის სული, ღმერთის ნაწილაკი იმ პოტენციალის მატარებელი ღვთაებრივის და აი ეს გარემოს შედგება ესეთივე ნაწილაკებიდან. თუ მათ შორის მოწესრიგებული ურთიერთობა და არ არის და რაღაცა ინსტრუქცია არ არის, ჩვენ შემთხვევაში დავუშვით ქრისტიანობა, ხო? რომელიც ჩვენ მივიღეთ როგორც რელიგია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მოქმედების ინსტრუქცია საკუთარ თავთან, უფალთან, გარემოსთან, მოყვასთან და ყველაფერთან, უარყოფითთან დადებითთან. თუ ესეთი ინსტრუქცია არ არის სწორედ, ასე ვთქვათ, მართული და ყოველი ადამიანი უნდა მართავდეს ამ თავის თავში ამ პროცესს, მაშინ ცოტა მისი აზრები ცოტა სახიფათოა. მისი ნალოძი ცოტა სახიფათოა. მისი თხოვნა ყოველ ამ წმინდა ადგილზე მისვლის დროს, რომელიც აძლიერებს მის ზემოქმედებას, რეზონანსში ექცევა ადამიანის ველი და იმ ადგილის ველის ღვთაებრივი თემატიკა და აძლიერებს ადამიანის თოვნას და აძლიერებს ადამიანის გენერებას და გამოდის რომ სახიფათო ხდება. იმიტომ იყო საჭირო რომ აი საზოგადოება გაზრდილიყო სულიერად და მერე აი ამ ადგილების მერე ათვისება დაეწყო. და ეხლა ჯერი ადამიანზე რომ ადამიანის გონიერების დრო მოვიდა და ერთსაც დავამატებდა აღარ გადაღლით აი ამ ხალხს იმიგრანტებს და იმიტომ მეღვიძება ეს სულიერება და იმიტომ მოდიან აქ და აქაურებსაც იმიტომ მეღვიძება და მოდიან აქ რადგანაც ისინი უნდა გახდნენ იმ ახალი ერის საზოგადოების მსახურები, მიმართულების მიცემები. პოეზიაში, მწერლობაში, პოლიტიკაში, მედიცინაში, პურისცხოვაში და 1000 სხვადასხვა მიმართულებაში. და ეს ტერიტორია კავკასია ზუსტად ამის კერა იყო ყოველთვის. დაწყებული მედიცინიდან, ხორბლით, აფიდან და ასე შემდეგ ბევრი შეიძლება დავთვალოთ. და ეს არ არის მარტო ჩვენი, ხო, ეს ჩვენი ერთი კავკასიური სივრცის შემონახულია, მაგრამ თავისთავად ამის გული მაინც საქართველოა.